ეს ყველაფერი რაც ამ ავტომობილშია გაკეთებული არის ფლობელის სურვილებით გაკეთებული. მაგიდის ზომა, მაგიდების თქვათ ოდენობა, განლაგება, სავარძლების ფერი, ზუსტად ის იმ ფერებში გაკეთებული სავარძლები, იატაკი, ჭერი, ყველაფერი როგორც ფლობელს სურდა. რატომ არ იყიდა ამ ავტომობილის მფლობელმა სამგზავრო ავტომობილი? და იყიდა სატვირთო, მოიყვანა AM-ში და ჩვენთან გადააკეთა სამგზავროდ. იმიტომ რომ გაცილებით საკმაოდ ძვირი კი არის ეს სერვისი, მაგრამ იმასთან შედარებით თუ რა ღირს სამგზავრო Mercedes-ი გაცილებით უფრო მეტი მიიღო, მეტი კომფორტი და ფასი ნაკლები. ავტომობილის სალონი იყო მოუპირკეთებელი, სრულიად მოუპირკეთებელი. იყო იატაკი, ლითონის კედლები, ლითონის ჭერი, არ ქონდა ფანჯრები. ჩვენ ამოვჭერით ფანჯრების ნაცვლად, ფანჯრების ადგილზე ჩავაყენეთ მინა პაკეტები, ორმაგი მინები. ეს ორმაგი მინები უწყობს ხელს თბოიზოლირებას და ხმაიზოლირებას. სალონში მოვაპირკეთეთ იატაკი, გავაკეთეთ იატაკზე პოდიუმები სავარძლების დასამონტაჟებლად, ეგრეთ წოდებული დერეფნული სისტემა, შუაში დერეფანებით არის მოწყობილი სავარძლებს და შემაღლებულზეა დამონტაჟებული. განათებულია ეს პერიმეტრზე, იმისათვის რომ სიარულის დროს ადამიანმა დაინახოს იატაკი კარგად. დავამონტაჟეთ კომფორტული, კარგი სავარძლები, სავარძლებს აქვთ საზურგის გადაწევის ფუნქცია, ასევე შეუძლია ჩემს გვერდზე მჯდომ მგზავრს რამოდენიმე სანტიმეტრით გვერდით მიიწიოს შორი მგზავრობის დროს, როდესაც ერთმანეთს რომ შეუშალოთ ხელი, ამ დროს მცირდება გასასვლელი შუაში დერეფანი. მაგრამ მოძრავია სავარძელი და როდესაც ეჭირო იქნება, ისე მოიწევა უკან ეს სავარძელი. ასევე გაფორმებულია დეკორატიული ზედაპირები შავი მეანო ლაქით, როგორც ეს მაგიდა, ასევე ჭერზე ეს სანათი. ასევე სალონის წინ მძღოლთან სალონში ეს დეკორატიული ზედაპირები. ეს არის Mercedes S-კლასი, ძველი S-კლასი, გამოშვებული 95 წელში, თითქმის 20 წლის ავტომობილია. იყო საშინელი მდგომარეობაში, სალონი ჰქონდა რაღაც მოყვითალო ცუდი ფერის, ფლობელს არ მოსწონდა ფერი და იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დაზიანებული, უკვე გადასაგდები იყო ეს მაგარი. ჩვენ მოგმართა ამ ავტომობილის მფლობელმა სურვილით გაგვიახლებინა ეს ავტომობილი და მიგვეცა ამ ავტომობილისთვის ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე. შევკერეთ სალონი ახალი ნატურალური ტყავით, ალკანტარით. ფერებს თქვენთან ხედავთ, ეს მფლობელის შერჩეული ფერია. მეც ძალიან მომწონს ეს ფერები. ყველა დეკორატიული ზედაპირი სალონში მოპირკეთდა ეგრეთ წოდებული პიანო ლაქით. ქვემოდან გავუკეთდა განათებები ამ დეკორატიულ ზედაპირებს. იატაკი გავაკეთეთ გერმანული ხალიჩით, მახის ფირმის. გერმანული ნატურალური ტყავით არის სალონი შეკერილი, იტალიური ალკანტარით. დავშალეთ სალონი, გავუკეთეთ ხმადავებრო იზოლირება. განათების ფერი შეუცვალეთ მაჩვენებლებს, შეუცვალეთ ასევე ყველა ღილაკს განათების ფერი. და დეკორატიული ზედაპირების ქვეშ დავამონტაჟეთ განათებები, აი ამ ხაზებში ქვეშ დავამონტაჟეთ განათებები. ეხლა მოგვიყვანეს G63 B-Turbo 2013 წლის მოდელი 400 კილომეტრების გარბენი ჯერ ავტომობილს და უნდა შევუცვალოთ გარეგნობა. ისედაც ლამაზი G63 კიდევ უფრო ლამაზ ავტომობილად უნდა ვაქციოთ.